მოგესალმებით ძვირფასო ტელემოყოლო, ჩვენ ვიწყებთ გადაცემას, რომელსაც ქვია დიდი გადაცემა და ჩვენ ეთერში პირველ სტუმრად გვყავს ბატონი გიორგი სოციაშვილი, ჩვენი ძველი სტუმარი, ჩვენი მეგობარი, რომელსაც ძალიან საინტერესო ხოლმე საუბარი. პარალელურად დაიწყება გენივესტის გრანდიოზული კონცერტი თბილისის დინამო არენაზე. იქ პირდაპირ ეთერი არ არის, ასე რომ გვიყურებთ ჩვენ და იფიქრეთ რა კარგია იქ. ვისაც ეს ჟანრი გიყვართ, რა თქმა უნდა. პატარა იდილიური გადახვევა სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა, რომ ჩემი კითხვა-პასუხის ლაივი ვერ ხერხდება დღეს. თურმე კენივესტი უწერია ისე, რომ შეუძლებელია წაიკითხვა შეცდომით. ქალაქი გაჩერებულია, სოციალური ქსელები გაყინული. იცით, რომ თუ არ იცით, გეტყვით, ვისაც Facebook-ი გაქვთ, რომ გრანდიოზული ავარია მოვიდა Facebook-ს 1-6 საათი თელსოფლიოში იყო გაჩერებული და ამ ჭვიანმა ქალმა თავის ლაივს დაუკავშირა სოციალური ქსელების გამოთვიშო დამდევენ ზუგერბერგიო რა და ნუ აი ესეთი ოპოზიცია გვაქვს ჩვენ რა ვქნათ ხო იცი ვესტერნში რო არის სალონში რო პიანისტი უკრავს და წარწერა რო არის სალონის თავზე ნუ ეს პიანისტი უკრავს როგორც შეუძლიაო და ამას მე მგონი უნდა ვესრულოთ თორე ისე არ მიდია სცენიდან როგორ ძანდებით მოგესალმებით ბატონო შალვა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ განაცემაში მოწვევისთვის მოგესალმებით ჩვენ ძვირფას ტელემოყოლებას დავიწყოთ ლაპარაკი მორიგ უბედურებას ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მასშტაბი არ არის დიდი, მაგრამ მორიგ მტრობაზე, რომელიც ჩაიფიქრეს. როგორც Deep State-ის და ევრობიუროკრატიის წარმომადგენლებმა, ისე აქაურებმა მაიმუნებმა, ეს გახლავთ უვიზოს წართმევა ქართველი ხალხისთვის. ვაჭურის თქვენ პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილის განცხადებით დაიწყება. ერთი ებრაელი მწერლის ძალიან კარგი ქართველი ებრაელი მწერლის წიგნი მახსენდება, ასე ქვია დიალოგი საკუთარ თავთან. ჯობია რომ ესე იგი საკუთარ თავს დაუსვას კითხვები, საკუთარ თავს ესაუბროს, იმიტომ რომ ვის მიმართებაშია კითხვები, მან იმხელა შეურაცხყოფები მიაყენა თავის საკუთარ ხალხს და თავის საზოგადოებას, თავის პოზიციას, რომ მე ვფიქრობ, რომ პირველ ყოვლისა მან საკუთარ თავთან უნდა გამართოს დიალოგი და მიიღოს თუ მიიღებს საკუთარი თავისაგან ამ პასუხებს. რაც შეეხება თქვენს აი ამ კითხვას ხედულობაში თქვენ გაქვთ ევროკავშირის ეს გარკვეული ასე ვთქვათ ტექნიკური სამსახურის თანამშრომლების შეხვდნენ და საერთოდ უნდა ვთქვათ რომ არ არსებობს ნახევრად დამოუკიდებლობა და არ არსებობს ნახევრად სუვერენიტეტი ხო ჩვენ გავიარეთ ძალიან დიდი გზა დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან ახლა აღარ გადავარ ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მიმოხილვაზე იმიტომ რომ რამდენიმე ათეული ასეთი გადაცემა არ ეყოფა ისტორიის ეპიზოდების გახსენებას და ჩვენ მივაღწიეთ სისხლის ფასად, ოფლის ზღურის ფასად იმას, რომ მოიპოვეთ თავისუფლება, დამოუკიდებლობა. და ამ დამოუკიდებლობას ჭირდებოდა და ჭირდება შენარჩუნება, განმტკიცება. ეს სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ არის მარტო რაღაცა ლოზუნგი და არ არის მხოლოდ რაღაც ქაღალდზე ფარატინე ქაღალდი. ამას ჭირდება თითოეული ქართველის კარგად გააზრება ამ ყველაფრის, გასიგრძეგანება, რომ თითოეულმა ქართველმა და ჩვენმა მოქალაქემ უნდა დაიცვას სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა. რის ხელყოფასაც ესე დაჟინებით ცდილობენ და მე ძალიან გულიმწყდება რომ ჩვენთვის ევროკავშირი რაღაც აღთქმულ ქვეყანას წარმოადგენდა. ერთი პერიოდი ქონდა ესეთი განცდა რომ ევროკავშირში, როდესაც დადგებოდა ის დღე რომ ჩვენ ევროკავშირში გავწევრიანდებოდით და ეს გეზი ბუნებრივი ეხლაც აღებული გვაქვს და ჩვენს კონსტიტუციაშია გაწერილი, რომელიც არ უნდა იყოს ჩვენთვის აღთქმული ქვეყანა წარმოჩინდებოდა და ასოცირდებოდა ეს ყველაფერი, რომ აი რაღაცა გველოდებოდა იქ ძალიან ისეთი ჰარმონია, პატივისცემა, დაფასება ჩვენი ხალხის ტრადიციების დაფასება, ისტორიის პატივისცემა ჩვენი და რა მივიღეთ, ხო, აი ამ მოლოდინში. მივიღეთ შანტაჟი, მივიღეთ დამოუკიდებლობის ხელყოფაზე და დამოუკიდებლობის და ჩვენი სუვერენიტეტის ხელყოფისკენ გადადგმული ნაბიჯები ყოველდღიური მუქარა. და საინტერესო ის არის, რომ ესე იგი ქართული ხალხის დასჯის სპეცოპერაცია. ეს არის ქართული ხალხის, ქართული საზოგადოების დასჯის სპეცოპერაცია. რომ არ აიჩიეს ის ხალხი, ის მათი სასურველი იყო. ნახეთ, ჩვენი ხალხი, ჩვენ ხალხს დასჯით ემუქრებიან, იმიტომ რომ აირჩია ეროვნული ხელისუფლება. აგენტურა გაყარა ჩვენმა ხალხმა, უარი უთხრა ერთხელ და სამუდამოდ და ამ თავისმოხეულ აგენტებს, რომლებმაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ქვეყანა გადაჩეხეს უსკულში და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდეს მენტალურად, ფიზიკურად მორალურად, რა ვიცი, დაასახიჩნდეს, დაახეიბრეს ქვეყანა. ეხლა 20% რო დაკარგული აქვს ტერიტორიები და მთელი ისტორიული შიდა ქართლის დიდი ნაწილი გადაღობილია, მათი
მათი ასე გამოისობით. ბუნებრივია ხო ეს აი ამათი დამსახურებაა და როდესაც ჩვენ ხალხმა ამ ხალხს უთხრა უარი და ისტორიის პოლიტიკურ მოუსავლეთში გაისტუმრა ეს ხალხი, უნებრივია ამისთვის არის ეს სპეცოპერაცია, რომელსაც ქვია ქართული ხალხის დასჯის სპეცოპერაცია და ამ სპეცოპერაციაში არის რიგი ღონისძიებები გაწერილი ბევრი მიმართულებით. ანუ კომპლექსური სპეცოპერაცია, მოდი ასე ვთქვათ, ეს სპეცოპერაცია, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ახლა და ხან რას მოიგონებენ, ხან რას დაგვაბრალებენ, ხან საიდან რა ბრალდება გაისმის, აი, ყოველგვარ ზღვარს არის გადაცილი ეს ყველაფერი და მე ვფიქრობდა რა როგორი რაღაცა იცი, მახსენდება ერთი ამბავი რა. გეორგიევსკის ტრაქტატს გაგახსენებს აი, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი დაგვირგვინა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივი ხო, ნახეთ როგორი რაღაცა მესამე და მეოთხე მუხლში გეორგიევსკის ტრაქტატის მეოთხე მუხლს იმეორებს ახლა სწორედ აი ევროკავშირის ეს დამოუკიდებულება. როდესაც ქვეყანას არ უნდა ქონოდა დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა. რას გვეუბნებიან ახლა ესენი, ხო? ესე იგი ჩვენ არ უნდა ქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენულ სახელმწიფოს არ უნდა ქონდეს საკუთარი დამოუკიდებელი პოლიტიკის განხორციელების შესაძლებლობა და მესამე მუხლი კიდე რაც გეორგიევსკის ტრაქტატში იყო გაწერილი და რასაც ახლა ესენი ესე იგი დიდი დაჟინებით ცდილობდნენ, ეს იყო მათი წარმომადგენელი ადამიანების დასმა ქვეყნის ხელისუფლების სათავეში და ესე იგი მათი აგენტურის მოყვანა. ეს პირდაპირ იმეორებს ესე იგი ამ ყველაფერს და ახლა ერთი ტოტალიტარული სივრციდან ჩვენ თავი დავახციეთ და მეორე ტოტალიტარული სივრცისკენ მიგვაქანებენ თუ რასთან აქვს მან მარტივად ხდება ჩემი აზრით უფრო მარტივად ეს ისტორიული წიაღსვლა კარგი იყო მაგრამ თავარი რა არის რატომ გჯიან და რატომ გვაშანტაჟებენ აქვს არსებობს რაღაც გეგმა რუსეთის წინააღმდეგ გეგმა რომელშიც ჩართულია ევროკავშირი და გლობალური დასავლეთი deep state-ი, სადაც საზარბაზნე ხორცად დიახა საქართველოს ისევ განიხილება. რა თქმა უნდა განიხილება. ანუ რუსეთისთვის ზიანის მიყენების, თუნდაც მცირე ზიანის მიყენების ფორმულა მაინც ცოცხალია და მაინც აქტუალურია. შესაბამისად, აქ ისევ ვერ განახორციელებ ამას, უნდა ყავდეს აგენტურა. აგენტურა ამ კანონებით, ამ დამოკიდებულებით, როცა აგენტურისადმი ფული გადაკეტილია და ის კანონები მოქმედებს, რომელიც ევროპაშიც მოქმედებს, ამ კანონებით ჩვენ ყოველთვის გამარჯვებულები ვიქნებით ქართული ხალხი, ქართული ოცნება ან ოცნების მიმდევარი, ამ იდეების გამზიარებელი, ბიძინა ივანიშვილის იდეების გამზიარებელი პოლიტიკური ძალა ყოველთვის გაიმარჯვებს. ხანა იმიტომ რომ რაღაც განსაკუთრებული გენიალური ხალხი ვართ. არამედ ჩვენი საქართველო გვიყვარს. ეხლა მეორე ნაწილს თქოთ მიაქციოთ ყურადღება და კომენტარი მინდა ამაზე. გვერდზე მეზობელი სომხეთი. როგორ ჩაატარა ეს არჩევნები, როცა ჩვენ ნახეთ რომ აეროპორტში იჭერდა ხალხს და არჩევნების დღეს კანდიდატი დაიჭირა და ასე შემდეგ. იმის მიათედი რომ გაგვეკეთებინა ჩვენ მიათედი ხო წარმოგიდგენიათ რომ არჩევნების გაყალბებაზე გვდებდნენ ბრალს და ახლაც არ აღიარებენ მიაჩნიათ რომ ესე იგი რაღაცა არჩევნები გაყალბდა ქვეყანაში არა და 1.200.000-მა დაახლოებით ამორჩეველმა მხარი დაუჭირა ეროვნულ ბუნებრივია ხო წარმოგიდგენიათ როგორი დაჟინებით ეძებდნენ როგორი დაჟინებით ცდილობდნენ რომ ეპოვათ რაიმე სამხილი იმისა რომ მე ეს ყველაფერი აიტაცად და ახლა არ არსებულ რაღაცებს გვედავდნენ ხან საწამლავის გარევა და დაგწამეს იქ და ხან რა ვიცი 1000 რაღაცა მოიგონეს მოიფიქრებს სული სისულელეები და ახლა ხო წარმოგიდგენიათ როგორი დაჟინებით ცდილობდნენ მათი აგენტურა და თვითონაც ეს მათი წარმომადგენლები ყველა რომ ეპოვათ რაიმე სამხილი და ესე იგი მთელი მსოფლიოს თვალწინ აეფრიელებინათ ეს ყველაფერი და ეგ თქვით სწორედ რომ ესე იგი ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის უკვე. სადაც უნდათ რომ ესე იგი თვალს ხუჭავენ იმაზე რომ მათთვის მისაღებია რომ დემოკრატია ფეხქვეშ იქნას გათვლილი ახლა მათი წარმომადგენელი აგენტურა როცა მართავდა ქვეყანას თვალი არ დახუჭეს ყველაფერზე სადღა იყო საქართველოს თავისუფალი სიტყვა სადღა იყო თავისუფალი მედია არაფერი დამუნჯებული ქვეყანა გქონდა. აი პირდაპირ შემიძლია დამუნჯებული ქვეყანა იყო რომელსაც აბსოლუტურად არავინ არაფერს არ ეკითხებოდა. დაამუნჯეს ქართული ხალხი, დაშანტაჟებით და რომელ დემოკრატიაზე ლაპარაკობდნენ, ხმა არავის არ მოუღია. და ეხლა როდესაც ქვეყანაში ჩვენმა საზოგადოებამ ხმა მოიგო, არჩევანი გააკეთა, ეროვნული ხელისუფლება აირჩია, აი ამ ომსა და უბედურებაზე უარი თქვა, ტრადიციების უარყოფაზე უარი თქვა. ახლა დაიწყეს ჩვენს წინააღმდეგ თითქოს რაღაც დემოკრატია ფეხქვეშ ითელება და ეგ ვთქვი რომ აი რა შეგვჭა იმ ჩვენი წარმოსახვაში არსებული აღთქმულ ქვეყანასთან გათანაბრებული ევროკავშირისაგან. შეგვჭა უსამართლო ბიუროკრატების ეს ჯგუფი,
რომლებიც ყოველდღიურად ესე გამოდიან და 1000 სისულელებს იგონებენ და მოკლედ თვითონაც აღარ იციან რა მოიგონონ, იმიტომ რომ სასაცილომდე მისული ინერცია უკვე. აი ერთ ქართველ მწერალს აქვს ეს ნათქვამი რა, სასაცილომდე მისული ინერცია მათი ქმედება, იმიტომ რომ ერთი ჭკუატყოფილი ადამიანი არ მოეპოვებათ რომ ვიღაცამ დაარიგოს, ჭკუა უთხრას, ჭკუა ასწავლოს რომ ესეთი შანტაჟი, ასეთი დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე ხალხთან არ გაგივათ, დედალოცვილებო. დიახ. რატომაც მომინდა ჩემი ძალიან ძველი ვიდეოს გაშვება, 2 წუთიანი ვიდეოა, თქვენ ბრძანეთ რომ დაამონჯეს ხალხიო და დიდი ბოჭი საკუთარ გადაცემაში საკუთარი თავის ციტირებასავით გამოდის, მაგრამ ეს გადაღებული მაქვს მიშას ზეობის დროს. გახსოვთ თქვენ ეს რაც არის და თქოთ გაუშვათ და გამარჯობათ ქალბატონო. რო შეგეკითხოთ შეიძლება? რატო? რო შეგეკითხოთ გოგონა შეიძლება? კი ბატონო. სააკაშვილის რაიმე ნაკლი მითხარით? ესე როგორ იქნება? ერთი ნაკლი მიშას. აქ ნაკლი. არა. კარგ, მადლობთ. გამარჯობა შენი. ახალგაზრდა კაცო, შეკითხვა შეიძლება დაგისვა. მიშა სააკაშვილის ნაკლი აქ რამე? არის. შეიძლება არც აქ, ხო? ალბათ. გამარჯობათ ახალგაზრდა ხალხო. შეკითხვა მაქვს მარტივი, თუ შეიძლება სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? არა. არა, ხო? არა, აქვს თუ არა? არიცი? არის, აი. გამარჯობათ. ერთი შეკითხვა მაქვს რა, მიშა სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? ნაკლია აქ? მიშა სააკაშვილს აქ რამე ნაკლია? რა ვიცი, არა. აქ? შეიძლება არც აქ, ხო? კაცი. ბოდიში, ესეც შეკითხვა მაქვს. მიშა სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? რა ნაკლი ნაკლი? არაფერი ნაკლი. არაფერი ნაკლი. მადლობთ. შეკითხვა მაქვს. მიშა სააკაშვილს რამე ნაკლია აქ? აი მოდი არა, არაფერი. აი ხარე. აი კაცია და კარგად. აფხაზეთში მომობდი, გარმეშინო და მეშინია. აფხაზეთში არ გეშინოდა და გარმეშინო და აქ მეშინია. აი რასა ომში არ გეშინო და აქ გარმეშინო და აქ მეშინია, ეგ ჩემი თავი ვიყავი, აქ უკდეს ოჯახი მოყვა. დავიდა ხარამ თქოთქოიო, არა, რა ვიცი. თუ გნებავთ ნუიტყვით. არ გეცი. არო კითხო რაღაც. რატო? რაღაცა რო კითხო, შენი ჭირიმე რა. გეხვეწები, კითხავ რაღაცას პატარა შენ რაიც რას გეკითხებ? აი, მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი რომ მითხრა. ერთი ნაკლი. აქ ზოგადად აქ ნაკლი. ფიზიკურად და ისე გონებრივად? არა, უნაკლო კაცია ესე. მადლობ, დიდი მადლობა. ვინმე თუ შეიძლება მითხარით მიშა სააკაშვილის ერთი ნაკლი. თუ შეიძლება, ძალიან დიდი ბოდიში რომ გაწუხებ. დიდი მადლობა. არის პასუხი? ვინმე იტყვის ნაკლს კამერა. აი ეს ეხა წარმომიდგა ის დრო, შენც ხო გახსოვს. აი ეს დედააფეთქებულები, ეს სადისტები და ეს ხალხს რა უქნეს მართლა რა. უბრალოდ მე უკვე აი სრემლები მომდის ლამში. ეს რა ქვეყანაში ეს უნდა გაახსენო ადამიანებს. ხო, ეს ვთქვი რომ აი დამუნჯებული ქვეყანა. ეს იყო ეს. აი ეს არ იყო შენი ლამაზი სიტყვა ხატოვანად ნათქვა. რა თქმა უნდა, ბუნებრივია ეს და ამაზეა საუბარი, რომ ეს ადამიანები ამათ ხარს უჭერენ, ბრუსელში მოკალათებული. კიდევ ამას უჭერენ ხარს, აი ამათ. კი, რასაც ვინც ეს გააკეთა. ვინც ეს ხალხი ესე დაამუნჯა, იმათ უჭერენ ისე ხარს და თურმე ეხა საქართველოში დიქტატურა რო გავიდეს, რებს შვებიან საერთოდ ეგ ბიძინა ივანიშვილის ნაკზე კი ქართული ნაკზე რო სამაგიეროდ ჩემო ძვირფასო ბატონო შალვა ეს ადამიანები, რომლებმაც საქართველოს დაამუნჯეს და ქართულ საზოგადოებას რომ იტყვიან ასეთი უზარმაზარი მორალური და ზნეობრივი ტკივილები და ამ წნეხში ჩააგდეს, სამაგიეროდ ძალიან კარგად ასრულებდნენ თავიანთი პატრონების დავალებებს და იმას, რასაც მათი მიზნები და მათი ამოცანები ერქვა. იქ ერთი კაცი. ამიტომაც ვერ აუტანიეთ ეს ამბავი. ერთი კაცი ამბობს აფხაზეთში არ მეშინოდა ომში, ეხა მეშინდა. ხო, ნუ ეს აი ქართული კაცი. აი ამის დროს არის ეგენი პოლიტიკურად გასანადგურებლები. როგორ შეიძლება ადამიანი, ქართული ადამიანი მიიყვანო ამ მდგომარეობამდე, რომ აფხაზეთში იბრძოდა ადამიანი თავის ქვეყანას კერდი შეუშვილა თავის ქვეყნისთვის ნასრულ ტყვიას და ამ დროს საკუთარ საზოგადოებაში ეშინია ხმის სიმართლის თქმის. ხო და აი ამ დროს სად იყვნენ ეს სად იყვნენ და მიშას გვერდზე იყვნენ კაცო ყველანი.
რომლებიც დემოკრატიის შუქურად იხსენიებდნენ ამ ადამიანს და აი ეს დემოკრატიული შუქურა, როგორი შუქურა დღესაც იმას კი ნახეთ ახლა თქვენს აი ამ სიუჟეტში, რომელიც ახლა იქნა ნაჩვენები და ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია, მაგრამ ეს სპეცოპერაცია, რაც მე წეგან ვახსენე, რომელიც კარგახანია დაიწყო და ამას ერთადერთი მიზანი ჰქონდა, რომ საქართველოს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე გამოეყენებინათ სათავისოდ, გამოეყენებინა და ჩაეთრიათ აი ამ დიდ გადანაწილებაში და ყოფილიყო ერთი ჩვეულებრივი რაღაცა გამოსაყენებელი მასალა, ეს არ გამოუვიდა და ამას ვერ გპატიობენ. ვერ პატიობენ ქართული ოცნების ჩვენს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ქართულმა ოცნებამ ჩვენმა ხელისუფლებამ არ გაწირა ქართული ხალხი. არ წავიდა საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის მომავლის წინააღმდეგ. ხო ნახეთ იქ როგორ მარტივად გააკეთეს ეს ყველაფერი უკრაინაში არა? უკრაინელი ხალხის მომავალი არის გაურკვეველი აბსოლუტურად. ჯერ ომი არ დასრულებულა და თქვენ წარმოიდგინეთ რა მომავალი ელოდება უკრაინულ საზოგადოებას, უკრაინელ ბავშვებს რა მომავალი აქვთ. აღარ არის ლაპარაკი მათ სწავლა-განათლებაზე. საუბარია ფიზიკურ ყოფნაზეა საუბარი და აი ჩვენ ამას გადავრჩით. ამას გადაურჩა საქართველოს. ეს ვერ უპატიებია ჩვენთვის, იმიტომ რომ აქ უნდა ყოფილიყო მეორე ფრონტი, იმიტომ რომ რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ომი, გაიწელებოდა ფრონტის ხაზი, რაც უფრო გულდამშვიდებულები იქნებოდნენ ბიუროკრატები, ევროკავშირის ბრიუსელში მოკალათებული ბიუროკრატები, რომ მათ არ მიწვდებოდათ ეს ცეცხლის ენა, ბუნებრივია, მათთვის ეს იყო უფრო მისაღებად. ეხლა საქართველოს იარსებებდა თუ არ იარსებებდა, ჩვენზე მათ ბუნებრივია, ნამდვილად არ დაუფრთხებოდათ ძილი. აი ესეთი ადამიანები არიან და ამიტომ ბევრჯერ მithქვამს და მინდა გავიმეორო. იერუსალიმის ჯვრის მონასტერში იყო ასეთი წარწერა ამოტვიფრული. ქართველნოს დექით მტკიცეთ და შეურყევლად. როგორი სპეცოპერაციაც არ უნდა დაგეგმოთ ჩვენს წინააღმდეგ, ჩვენმა ხალხმა აჩვენა, რომ საოცრად უტეხი ადამიანები ვართ. ჯიუტები. საოცრად თავგამოდებული დამცველნი ჩვენი ტრადიციების, ჩვენი ღირებულებების და ჩვენი ისტორიის და რაც არ უნდა ეცადნო, რაც არ უნდა ბევრი აგენტი მოისყიდონ და უამრავი თანხა დახარჯონ და ნახეთ რომ წყალში გადაყრილი აღმოჩნდა ეს ფული. ათეული წლები ნახარჯი ეს ფული და გადაყრილებული ვერაფერს ვერ გახდებიან, ვერც ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების მუქარით და ვერც ვერაფრით. იმიტომ რომ ჩვენთვის ვიმეორებ, ქართული ხალხის დასჯას აპირებენ, ქართული ხალხი უნდა დასაჯონ. მე ვერ წარმოვიდგენი, აი რას ერჩიან ქართულ ხალხს, რა უნდათ ქართული რო აირჩია არასწორად. ანუ ვიზა ლიბერალიზაცია ეკუთვნოდა ქართულ საზოგადოებას. ყველა პარამეტრი შეასრულა. და მიიღო ვიზა ლიბერალიზაცია, უვიზო მიმოსვლა და ეხლა აღარ გვეკუთვნის? რა შეიცვალა? აი მე გქვი ზუსტად რომ ქართულმა ხალხმა აირჩია ეროვნული ხელისუფლება და ამ ხელისუფლებამ არ გაუმართლა მათ იმედები და არ შეასრულა მათი გეგმა, უნებრივია ეს არის მთავარი მიზეზი აი ამ სპეცოპერაციის. და გარდა ამისა ეხლა რაც ყველაზე ცუდი და რაც ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ აი ეს სულ გაყიდული აგენტურა, ეთნიკურად ქართველები, მაგრამ მენტალურად აბსოლუტურად სხვა ზნეობისანი და სხვა შინაგანი ბუნებისანი, ხო? რომ საკუთარი ქვეყნის გაწირვა შეუძლიათ ძალიან მარტივად. ოღონდაც ხელი მოითფონ, ოღონდაც თავიანთი გარეპატრონების წინაშე რაღაცა მოწონება დაიმსახურონ მათი მხრიდან, ქებადიდება, ქონება გააორმაგონ. დანარჩენი მათ არ აინტერესებდა. ამას მეტყველებს კანდელაკების და კიდე სხვების ჩატარებული კვლევები, დაბრალებული თავიანთი სამშობლოსადმი ურცხვად და უტიფრად უამრავი 1000 ბინძური ბრალდება, რომელიც ჩვენ ვისმენთ ხოლმე და რა აღარ დაგობრალეს, აი თუნდაც რამდენიმე დღის წინ ვილსონის განცხადება გახსოვთ თქვენ ალბათ და რაები ლაპარაკა, რაები აღარ დაგობრალეს და რა განცხადება შეიტანეს წარმომადგენელთა პალატაში. ნუ ეს აი საშინელი ამბები, ეს არის სწორედ თვალშინაცრის შეყრა. ხო მე კიდევ ერთხელ ვამბობ, აი ამ ჯურზე, აი ამ მანქურთებზე, ხო? პირდაპირ შემიძლია თქვა, გავიმეორო ბიძინა ივანიშვილის სიტყვები. ბოლო 3 დღეა ინტენსიურად ვიმეორებ. ბიძინა ივანიშვილი ძალიან ჭკვიანურად თქვა და კარგი მიგნება იყო, რომ სამშობლო არის ემოციების ნაწილი. არის შენი დედა, მამა, შენი საყვარელი ქალაქი, სოფელი, შენი ფოლკლორი, ის რაც ემოციას აღძრავს. ხოლო სახელმწიფო არის ორგანიზაცია, რომელსაც უნდა დაიცვას ეს გარეშემწიფო. აი ეს არის იდეალური განლაგება. და მე თქვა ბიძინა ივანიშვილმა, რომ შენ თუ ემოციას არ აღიძრავს სახელმწიფო, სამშობლო, ემოციას არ თუ არ აღიძრავს ქართული, ხო? სახელმწიფო რადგან? ხო, ჩვენთვის მარტო ტერიტორია ხო არ არის ეს ყველაფერი. ეს არის ჩვენი რაღაცა
სისხლის სისხლთაგან და ხორცი ხორცთაგან რაღაცა განსაკუთრებული ემოცია არა. ამას ვამბობ რა, რაღაც არა, რა ემოციაზეა ლაპარაკი ახლა, ვიმეორებ უარყოფით ემოცია. პირდაპირ დასმენაზე ორიენტირებულები არიან ახლა, ხო, რაღაცა აი მთელი ამ ხნის განმავლობაში იშოვეს ძალიან დიდი ფული დაში, აი ამ ყალბკვლევებში იყო შეფუთული რაღაცა ფსევდოპროექტებით, მათ მიერ განხორციელებული ვითომ რაღაცა სხვადასხვა მიმართულებით სინამდვილეში ეს იყო პირდაპირ აი მათი გამყიდველი საქმიანობა თავიანთი ქვეყნის წინააღმდეგ და ამ ბოლო პერიოდში მაგით ვაწყდა ერთი ვაიუშველებელი გამჭვირვალობის კანონის მიღებაზე, სხვა კი არაფერი არ იყო. აი, როგორ გითხრათ, მოსვენება დაკარგეს თავიდანვე, ეს რომ გამოაშკარავდებოდა, აი ეს ყველაფერი, ეს ამდენი ფული რომ დაეკარგებოდა და ვეღარ იხეირებდნენ ისე როგორც მათ ქონდათ ეს წარმოდგენილი, იმიტომ რომ ეს ხო მათთვის აბსოლუტურად შემოსავლის წყარო იყო და ბიზნესად გადაიქცა მათთვის ეს ყველაფერი, ხო? ეს არის ბიზნესი მათთვის. ეხლა გვარამიებისთვის და კანდელაკებისთვის და ამ ადამიანებისთვის, ვინც ესე დაძრწიან და ხან ალიანსებს ქმნიან და რაღაც რასაც ჩაზახებენ გარედან, ამაზე ორიენტირებულები არიან. ეს იყო ბიზნესი და არის ბიზნესი ჩვეულებრივად. რა თუნდა ლაპარაკი? აბა რა ამოძრავებთ ეხლა ჩვენი საზოგადოების რაღაცა საჭირობრუტო საკითხებზე მსჯელობენ და რაღაცა იდეებს განიხილავენ. აქვე აღსანიშნავია ის დაჟინება, რომელსაც იჩენენ ეს ევრობიუროკრატები და 1000 გვარი უცხოელი ბოსები ამათი LGBT თემის პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის წინააღმდეგ. ანუ ეს არის დიდი პრობლემა მათთვის. ჯერ ყველა ქვეყანაში ხომ ამ თემით შედიან, ხო? ყველა ქვეყანაში რომელიც დაიპყრეს, აგერ ზელენსკის განცხადება ავიღოთ, მე ბოლო განცხადება ავიკითხე, რომელსაც LGBT თემისადმი სრული მხარდაჭერა გამოავლინა, არ ვიცი, ნებისმიერი ევროპელი პოლიტიკოსი, ლიბერალი იმაზე უკეთესად გამოვიდა, ხო? თითქოს და ხო ომია ერთია, მეორეა, შეტევა, არ უნდა ცხელოდეს ამისთვის, ხო? მაგრამ მაინც, აი ეს არის ერთ-ერთი უფრო მნიშვნელოვანი, მე მგონი, ყველაზე მნიშვნელოვანი ეგარი მაგალითად. საზოგადოების დამუნჯების და მე ერთ-ერთი დიდი მთავარი ინსტრუმენტია. ადამიანი, რომელიც კარგავს ტრადიციებს, უარს ამბობს საკუთარ იდენტობაზე, არ აინტერესებს ეკლესია, წმენა, თავისი წინაპრების მიერ სისხლით და უფლით მოტანილი ეს ღირებულებები და თავისი სამშობლო. ის ადამიანი ყველაფერზე წამსვლელი. კი ბატონო, ხო და ეს იყო მათთვის, რომ აი ესეთი ადამიანების კრებულად გადაექციათ საქართველოს და არა გამოურიოთ. კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ სასწრაფოდ. და მე მგონი მეთანხმებით, რომ ასეთი დამოკიდებულებით არ შეიძლება კონსტიტუციაში გვეწეროს, რომ ჩვენი უზენაესი მიზანი ევროკავშირი არის. ეს კონსტიტუცია ხო ისეთი რამაა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა ეწეროს. იცით რა არის? აი მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენი ბუნებრივი გზაა ევროპა. გავიგე, ეს მე ამას როგორც ისტორიკოსი ამას პირდაპირ გეტყვით. ეს ევროპა არის. ერთი წუთით აი მე მარტივად გეტყვით. ჩვენი ბუნებრივი გზაა ევროპული გზაა. ევროპულ ფასეულობებზე, ევროპულ ჰარმონიაზე, თანასწორ უფლებიანობაზე ორიენტირებულ საზოგადოებაში გაწევრიანება და ყოფნა. და ეგ გუთქვის სწორედ ზეგანო. საუკუნეების განმავლობაში ჩვენს მეფეებს, ჩვენს დიდგვაროვნებს, ჩვენ საზოგადოებას ეიმედებოდა ევროპის. თავის გადარჩენას ხედავდნენ იქ. მხარდაჭერას ხედავდნენ. ანუ ქრისტიანული ფასეულობების დაცვას ხედავდნენ და წაიკითხეთ, აქედან გაგზავნილი, რომში გაგზავნილი წერილები, უამრავი წერილი გვაქვს საკითხული და ახალი წერილებიც მიკვლეული ვატიკანის არქივებში, ხო? რას წერენ ისინი? და რას ითხოვენ? ქრისტიანული ფასეულობების დაცვას. ფიზიკურად თავის გადარჩენას კი არ ითხოვენ ისინი. ისინი ითხოვენ ქრისტიანული ფასეულობების დაცვას. და ჩვენ აი ამ საუკუნეობრივი ტოლვის მიუხედავად და ეს აღთქმულ ქვეყნად რო გვესახებოდა ეს ევროკავშირი, მივიღეთ ვიმეორებ ესეთი უსახური და რეალობას მოწყვეტილი და აცელილი ბიუროკრატების რაღაცა გაუგებარი კრებული, რომელიც თვითონაც არ იციან ყოველდღე ხარ რას გამოაცხობენ, ახალ რაღაცა. ახალ რაღაცა სიგიჟეებს. ხო, ტრული აბა რა ქვია მაგას, იმიტომ რომ შესაძ ქართულ ხალხს ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებით ემუქრები და ეუბნები რომ უნდა დაგსაჯო. იმის მაგივრად რომ ქართულ ხალხს გამოხვიდე, დააიმედო, რაღაცა მომავლის რწმენა გაუგვიძო და გვერდში დაუდგე, იმიტომ რომ გადაიდგა ესეთი ნაბიჯები რეფორმირების თვალსაზრისით, გადახედეთ, ყველა კვლევა აჩვენებს, რომ შვიდობის კუნძულად გადავიქეცი და უამრავი ეკონომიკური სეკეთეები, ადამიანის უფლებების დაცვაზე აღარ მაქვს ლაპარაკი. ეხლა თქვენ რო აჩვენეთ წეგან ის კადრები და დამუნჯებული საზოგადოებიდან ჩვენი საზოგადოება სად გადავიდა, ხო ხედავთ ეხლა რომ ყველა როგორ არის, როგორი გათავისუფლებულია აი ამ რაღაცა ცენზურის არტახებისაგან ჩვენი საზოგადოება. აი ამაზეა საუბარი რა. იმის მაგივრად რომ გვერდში დგომას გვიცხადებდნენ და იმის მაგივრად რომ გვაქებდნენ და რაღაცნაირად აი ერთგვარი სტიმულაცია ქონდეს მათი მხრიდან, გამოდიან და გვემუქრებიან რომ ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმებაზეა საუბარი. რატო კითხვა და დასვან რისთვის? იმისთვის ესე იგი რომ ჩვენ
არ დავიწყეთ ომი იმისათვის რომ ჩვენ არ შევიტანეთ არატრადიციული ცხოვრების წესის პროპაგანდა სკოლებში და ამ გარყვნილების პროპაგანდით არ ავავსეთ საზოგადოება, მაგით უნდა გაგვიუფონ ვიზა ლიბერალიზაცია იმ ევროკავშირში. ხო სხვადასხვა ეროვნების და სხვადასხვა ტრადიციების ადამიანთა კრებულია. ეს კრებულია ერთიანებს, ერთობლიობა. როგორ შეიძლება რაღაც ერთსახოვანი ერთიანი მასა იყოს ათქვეფილი და აღრეული. მაგიტომ მოიყვანე მე წეგან ეს გიორგიევსკის ტრაქტატის მეოთხე მუხლის შემთხვევით არ მომიყვანია რომ ჩვენ დავკარგეთ სახელმწიფოებრივ მე-18 საუკუნის ბოლოს მე-19 საუკუნის დასაწყისში და ახალ გიორგიევსკის ტრაქტატის პირობას გვთავაზობს ეს ევროკავშირი მეოთხე მუხლით? და ესე იგი ჩვენ დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკის წარმოების უფლება არ გვაქვს, არც ჩინეთთან ურთიერთობის უფლება არ გვაქვს, არც აზერბაიჯანთან, არც რომელიმე სხვა ქვეყანასთან. ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და ჩვენი გეოპოლიტიკური ადგილი არის ბედისწერაც და არის ღვთის საჩუქარიც, იმიტომ რომ ეს არის ორი უზარმაზარი სამყაროს შემაერთებელი ხიდი და ეხლა დღეს ვერ გვასწავლიან ეხლა კალასევი და მსგავსნი მისნი რა ადგილი და რა დატვირთვა გააჩნია ამ გეოპოლიტიკურ მოცემულობას, ხო? გადახედეთ ისტორიულ წყაროებს და ჯერ კიდევ სტრაბონიდან დაწყებული ამ გზების მნიშვნელობაზე, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობაზე, ამ დატვირთვაზე ამ ქვეყნის ფუნქციაზე რა წერენ ჯერ კიდევ უცხოელი ისტორიკოსები, მოგზაურები და მკვლევრები ეხლა კალასმა და მსგავსმა ადამიანებმა როგორ უნდა გვასწავლოს ჩვენი ქვეყნის ფასი და რა როლი და რა დატვირთვა გააჩნია მით უმეტეს ამ შუადერეფნისა და აი ამ დამაკავშირებელი გზების ამ არტერიების გახსნის ფონზე ვამბობ. დიდი მადლობა, ბატონო გიორგი, ძალიან საინტერესო საუბრისთვის, როგორც ყოველთვის. იმიტომ კი არა რომ ძალიან ჭკვიანები ვართ და აი გადასარევად ვახდენთ ჩვენი პოზიციის არგუმენტირებას რიტორიკულად. მართლები ვართ და იმიტომ და როცა სიმართლის ხარეს ახარ ძალიან იოლია, ყველაფერი მიდის წყალივით. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, სასიამოვნოა. დიდი მადლობა. ვატო შაქარიშვილი შემოგვიწყდება სულ მცირე ხანში. ვატო მოვიდა შაქარიშვილი ჩვენთან და ვატო გამარჯობა. დღეს ესე იგი ქალაქში გავიარეთ, ხო და ნახეთ ევროპული ქალაქი, კარგი ქალაქი, ევროპულ-აზიური. თბილისი როგორი ქალაქია? თბილისი არის ნაზავი. ევროპულიც არის და აზიური. სამხედრო არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის და თუმცა თბილისმა რომ მოიგო ევროპული ეს სინთეზი არის თბილისმა რომ მოიგო მე-19 საუკუნიდან ევროპული იერი, ისე აი მე ცოტა ქალაქი ვიცი ესე. ძალიან მოიგო რომელია რა. მოდი ესე ვიტყოდი რომ ამიერკავკასიის გული არის ეს რა. და არ ვიქნები ახლა ძალიან თამამი და ზედმეც არ მოვიტყო სიტყვები. ჩვენ არ გვახასიათებს სამწუხაროდ. ბუნებრივია, რასაც ვამბობ, ჩვენ არაფერი გადაჭარბებული არ არის. და ჩვენ შეგვიძლია ცოტა ხანში შეიძლება იმუქრებიან უვიზო მიმოსვლა აგვიგზავნონ დასაჯონ ქართველი ხალხი რომ არ აირჩიეს აკაცუკი. აი საჯდომით მოუბარი გირჩი რომ არ აირჩიეს ან სააკაშვილი რომელიც ნაძირალა არის აბსოლუტური ნაძირალა სადისტი აი ჩვენ ამიტომ გვზიან იმიტომ ევროპაში ვიზის გარეშე ვერ წავალთ ცდილობენ დავგვსაჯონ იმიტომ რომ ახლა თბილისში არის სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არტისტის კონცერტი მან ევროპაში აუგზავნეს ამ კონცერტზე არის ჩამოსული 30000-ზე მეტი ვიზიტორი მხოლოდ ამ კონცერტისთვის თბილისში ვიჯდებით ამიტომ ცდილობენ ამიტომ დავგვსაჯონ რომ ნაცვლად ამ კონცერტისა მაგათ უნდათ რომ ყოფილიყო ბომბების წვიმა ძალიან მარტივად არც უტრირებ არა ზედმეტობების გარეშე კაფიოთ ესია რა ხო ეს ხო არ გამოვა რაც არ უნდა გააკეთონ რაც არ უნდა ესეთი დასჯა განახორციელონ ვითომ დასჯა ჩვენ ხო მაინც არ მოვინდომებთ ქართველი ხალხი არ მოინდომებს აი ავანტიურაში გახვევას არ მოინდომებს და ყველა შეცდომა საბედნიეროდ რაც დაუშვიათ საქართველოში და რატომაც ვერ მიაღწიეს ვერასოდეს ამ ბოლო წლებში რა თქმა უნდა განსაკუთრებით თორე იყო პერიოდი როცა მიაღწიეს საკუთარ მიზნებს ახლა იგივე ვარდების რევოლუცია ბჭყალებში რაც იყო და მე ამ ძალაუფლების შენარჩუნება მან შევანაძის დიდი წილიც იყო შევანაძის დამსახურებაც იყო პირდაპირ გეტყვი შევანაძის მთელი კონტექსტი შენ მაშინ არ იყავი ასპარეზზე და მე ზუსტად მახსოვს რომ გაუცებული უყურებდი როგორ თვითინგრეოდა რეჟიმი რა ხო ეგდო ქუჩაში ეგდო ძალა ხო და ამიტომ ახალი მოპოვებული მქონდა აღდგენილი დამოუკიდებლობა ომები მქონდა გადატანილი სიბნელე იყო და ეგდო რა თვითონ არაფერი არ გააკეთეს იმ ტექნოლოგიებმა რითაც დღესაც მუშაობენ და არ შეუძლიათ მაშინ იმუშავა კი ბატონო ახლა და არც მომავალში არ იმუშავებს არასდროს იმიტომ რომ
საქართველოს და ქართულ ხალხს არ იცნობენ. ამ სადაც მათი პროექტის განხორციელება უნდათ, იმ კონტექსტს და რეალობას არ იცნობენ. ისინი იცნობენ გირჩს რო იცნობენ და ნინო ლომჯარიას არ ნიშნავს, რომ ქართულ ხალხს იცნობენ, ხო? რაზე რეაგირებენ, როგორ რეაგირებენ, რა ტკივათ, რა სიამოვნებთ, რა წინ და ასე შემდეგ. ამას ეს არ იციან. ამიტომ ეს დაწოლა, ეს ეწოლა, ეს მუდმივი შანტაჟი კონტრპროდუქტიულია. იმას წინააღმდეგ ქართველს მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ხელისუფლების მიმართ ძალიან ბუნებრივია კონდეს უამრავი პრეტენზია და შენიშვნა და გვაქვს და ამაზე ღიად ვლაპარაკობთ, ხო, მათ შორის ჩემი პარტია. არასოდეს იმ გარე მომხდურის მხარეს არ დადგება საკუთარის წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პრობლემაა, ბევრი რაღაც შესაძლებელია შიდა პოლიტიკაში, საგარეო პოლიტიკაზე ხა აქ არაერთხელ გვილაპარაკია და კიდევ ერთხელ გაუსვა ამას ხას, მაგრამ ნახეთ ან ჩვენ რა ხდება ჩვენგან დამოუკიდებლადაც რა. აი თავი რო დავანებოთ, ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ. ის უამრავი მიმართულებით არსებული კრიზისი ევროკავშირში, ევროპაში, რაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ეკონომიკური კრიზისი, ღირებულებითი მენტალური პირველ რიგში, პოლიტიკური კრიზისი, უსაფრთხოების კრიზისი, ომი, აი ამ ყველაფერს ერთი წუთით ცოტა ხანი გვერდზე გადავდოთ, ანუ ხშირად ვლაპარაკობთ, თქვენი ტელევიზია, ჩვენ ამას ვაკეთებთ. აი ბოლო ერთი კვირა ავიღოთ და რა მოხდა ბოლო ერთ კვირაში ევროკავშირში, რა რო ვილაპარაკოთ. ხუთმა ქვეყანამ გუშინ წინ საფრანგეთმა, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ და ლუქსემბურგმა დაინიცირეს წინადადება ევროკავშირში, რომ ხმის უფლება შეუზღუდონ პოტენციურ მომავალში ახალ წევრ ქვეყნებს. ანუ ერთია რომ ევროკავშირი ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც მთლიანად ექვემდებარება Deep States, კლავს წევრ ქვეყნებში დემოკრატიას, ეხლა თვითონ ევროკავშირში ინსტიტუციურადაც კლავს დემოკრატიას და ჩართულობის და დისკუსიის თუ კარგად არ მოიქცევიან, ეს საიდან წამოვიდა, რომ ორბანმა იცით თვეების განმავლობაში ვეტო დაადო შეაჩერა უკრაინისთვის მილიარდიანი სესხის დამტკიცება. მაშინვე დაიწყო ფონ დერ ლაიენმა იმაზე ლაპარაკი, რომ ეს პრინციპი რაც გულისხმობდა კონსენსუსით გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირში შეეცვალათ. ახლა უკვე თავს იზღვევენ, რომ მომავალში რაიმე ტიპის შეფერხება თავიდან აიცილონ და ახალ წევრ ქვეყნებს უზღუდავენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობასაც კი. აი ხა მარტივად აი წარმოვიდგინეთ და ჩვენს მაყურებელს და ქართულ საზოგადოებას, აი თქვენ წარმოიდგინეთ საქართველოს ჰიპოთეტურად ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 3,5 მილიონიანი ქვეყანა, რომელსაც საზღვარიც კი არ აქვს ევროკავშირთან. იმ კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ჩვენი რეალობა, ოკუპირებული ტერიტორიები, რთული რეგიონი, რთული სამეზობლო და ასე შემდეგ, ხდება ევროკავშირის წევრი ჰიპოთეტურად და იქ ევროკავშირში ხმის უფლებაც კი არ აქვს. ანუ ჩვენ ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება, მათი ახირება ავტომატურად უნდა დავნერგოთ ჩვენ ქვეყანაში, თუნდაც ეს ჩვენს ფიზიკურ განადგურებას უდრიდა. გულისხმობს. აი ძალიან მარტივად ეს ინიციატივა ამას გულისხმობს. მეორე დღეს შევიდა ოფიციალურად ძალაში ევროკავშირის მიგრაციის პაქტი. ხო. რომელიც ასევე იყო ორბანის მიერ ბლოკირებული და ამას ანუ უმრეთმიღებს ახლა. მადიერმა ხელი მოაწერა. გამოვიდეს, ხო? ნახე? იმ ფულის სანაცვლოდ, რომელსაც უბლოკავდნენ. ფულის სანაცვლოდ, რომელსაც უბლოკავდნენ. და ეხლა რა ხდება ეს მიგრაციის პაქტი რას გულისხმობს? რომ თუ რომელიმე წევრი ქვეყანა მიგრანტის საკუთარ ქვეყანაში შეშვებაზე უარს იტყვის, თითოეულ ასეთ საქმეზე, თითოეულ ასეთ кейსზე 20,000 ევრო უნდა გადაიხადოს. ნუ ესე იგი გესმით? დაგუპულა სალარო და საქართველოს წარმოიდგინეთ. აი წარმოიდგინეთ, საქართველოს ეს რეალობაა, ეს პაქტი უკვე მოქმედებს. და 28 წელს როცა ჩვენ გვეუბნება ქართული ოცნების ხელისუფლება, რომ უნდა მოგვამზადოს ევროკავშირში განსაწევრიანებლად, რას ნიშნავს, რომ საქართველოს ეთქვიან, რომ
მიიღე 100, იქნება, 1000, უგანელი იქნება, ხო? 1000, ხო. 10,000 მიგრანტი. ხო. მოგაყენებენ გემით. და უნდა მიიღო ეს მიგრანტები. უარ სიტყვი, კი ბატონო, ეს ამას პოზიტიურად ყიდიან, რომ თითქოს ქვეყნებს მიეცათ იმის უფლება. ფული გადასახდა. ფული გადაიხადა 20,000 ევრო თითო ასეთ ანუ ეს რას ნიშნავს, რომ 20 მილიონი ევრო იმერელს ასე შემდეგ პენსიონერს, მასწავლებელს, პოლიციელს ფული უნდა ამოუღო ჯიბიდან და გადავიხადოთ ავღანელი. იგივე შენახვა იმ დევნილების, იგივე აბსოლუტურად. შენახვა და ეხლა წარმოიდგინე შემოუშვებ ერთი ვაია, მით უმეტეს ჩვენნაირი პატარა ქვეყანაში, ეხლა წარმოიდგინე ხა საქართველოს კი არა, ევროპის უდიდესი ქვეყნები დადგენ იდენტობის დაკარგვის რეალური უკვე ხელშესახების საფრთხის წინაშე, ხო? და რა ხდება საფრანგეთში და რა ხდება გერმანიაში, წალეკეს მიგრანტებმა და ყოველდღე არის გაუპატიურების საქმე, დაჭრის საქმე, კურდობის საქმე. ინგლისზე რო არაფერი ვთქვათ. ბრიტანეთზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ნახეთ ხო საფრანგეთის პარის სენ-ჟერმენის გამარჯვება როგორ აღინიშნა ბჭყალებში, ხო? ამ მიგრანტების მიერ. გადასწრეს იქაურობა. ხო და აი ეს ყველაფერი რო ხდება ამ ევროკავშირში და ამ ყველაფერზე ჩვენ მაქსიმალურად ვლაპარაკობთ და ადამიანებს ვაწვევთ ინფორმაციას და ეს აღარ არის ის ვითარება, როცა ერთი წყარო არსებობდა მხოლოდ ინფორმაციის და რაღაცა იმათმა გუშინ გისმენდით საინტერესო საუბარი ქონდათ. ჩათვალეს რომ ხო, ჩათვალეს რომ რადგან ჩვენ პატრიოტები ვართ, ქვეყანა გვიყვარს, კონსერვატიული ღირებულებები გვაქვს, ეკლესიაში დავდივართ, ინტერნეტის გამოყენება არ ვიცით. არა, ხო. ინგლისური არ ვიცით და ვერ ვიგებთ ინფორმაციას. ამიტომ ეს ყველაფერი ხელის გულზეა უკვე. საქართველოში ჩვენ უნდა მთავარი ეხა რაც გვაქვს გასაკეთებელი, ამ ილუზიას, ევროილუზიას წერტილი უნდა დაუშვათ. გავიგეთ ეს კრიტიკა, მხილება, ეს ეტაპი უკვე არის გადალახული. ხო, მაგრამ ამის წერტილის დასმა არჩევნებშია შესაძლებელი. არჩევნებამდე ჩვენი ინიციატივაც არის ამასთან დაკავშირებით პლებისციტის გამართვა. იმიტომ რომ ერთხელ და სამუდამოდ ამას წერტილი უნდა დაეშვას. მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლებიც ხშირად ამბობენ, რომ აი ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანება არის ქართველი ხალხის უმრავლესობის რაზე დაყნობით ამბობენ ამას. 2008 წელს რო სააკაშვილმა გაყალბებული არჩევნები ჩაატარა და იმას რომ მიება პლებისციტი ჯერ ყველაფერს რო თავი დავანებოთ, სულ რო ყველაზე სამართლიანი არჩევნები ყოფილიყო ის, ხო, რაც აბსურდია გახსოვთ როგორი არჩევნები ჩატარდა 2008 წელს, აბსოლუტურად განსხვავებული კონტექსტი იყო მაშინ მსოფლიოში. და საქართველოში აბსოლუტურად განსხვავებული ცოდნა იყო საერთოდ იმ სივრცეზე, რასაც ქვია ეს ევროატლანტიკური სივრცე და საერთოდ აღარ არსებობს ეს ევროატლანტიკური სივრცე დღეს. ამერიკის შეერთებული შტატები თავის ტრადიციულ ვასალ პარტნიორთან, ევროკავშირთან არის დაპირისპირებაში და ნატოს ერთ-ერთ წევრ ქვეყანას დღემდე იმის ტერიტორიების წარსულით ემუქრება. ანუ ეს ერთიანი სივრცე როგორც ასეთი ევროატლანტიკური სივრცე აღარ არსებობს. ამიტომ ჩვენ უნდა დავდგეთ იქ იმ გზაზე, რაც დავიწყეთ, კი ბატონო, რთულად, მაგრამ დავიწყეთ განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ, მაგრამ უნდა ვიყოთ თანმიმდევრული, ხო? არ შეიძლება დღეს კიდევ ვიძახოთ მაშინ, როდესაც ჩინეთთან ვაფორმებთ სტრატეგიული პარტნიორობის, ღრმა და ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას. როდესაც აი დღეს პრემიერი არის შუა აზიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქვეყანაში, სტუმრად, როცა იზრდება საქართველოს მიმართ დაინტერესება ისეთი ქვეყნების მხრიდან, რომლებიც არიან ტვირთწარმომქმნელები, წარმოებლები, არიან ქვეყნები, რომლებიც ინვესტიციებს დებენ, არაბული სახელმწიფოები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ფულს აქ არავინ არ მოიტანს, რეალურ ფულს და გრძელვადიან ინვესტიციას. თუ აქ იქნება კიდევ იმის მოლოდინი, რომ შენ კონსტიტუციაში გიწერია ნატოში გაწევრიანება და ერთ დღესაც შეიძლება შენ აღმოჩნდე ნატოში და დაპირისპირებული. არა, ეგ აბსურდია. არა, აბსურდია, მაგრამ კონსტიტუციაში გიწერია და არა, მესმის მნიშვნელობა აქვს, როგორ არა. საქართველოს ხელისუფლება ყოველი განცხადების ბოლოს ამბობს, რომ ჩვენ მივისწრაფით ევროკავშირისკენ. ევროკავშირი დღეს არ შეიძლება გამიჯვნა ნატოსი და ევროკავშირის. ევროკავშირი დღეს არის ბლოკი გაერთიანება, მილიტარიზებული ბლოკი, რომელიც არის ომში რუსეთთან. მაგრამ მოდი იცი როგორ რომელსაც ჩვენ ტერიტორიები აქვს ოკუპირებული. სწორად უნდა დავსვათ შეკითხვა. აი მაგალითად
ჩვენ პირველი პარტნიორი არის რუსეთი, მე ბევრი სხვა პარტნიორებია, ევროკავშირის მეტის სავაჭრო პარტნიორებს გულისხმობ, ხო. მეტის გაკეთება შეუძლია, მაგრამ რაც არის ეგ არის. თურქეთი, რუსეთი. მოდი ესე ვთქვათ რა. აზერბაიჯანი. ქართულ ხალხს უნდა ვკითხოთ შემდეგი, ხო, რომ უღირს ამ პარტნიორობის მიტოვება, იმიტომ რომ იქ სასახად არის დათქვემა, თუ ჩვენ ხართ ევრო ზონაში, ევროპული ვაჭრობის ზონაში, დაკარგავთ ამას. თუ არ უღირს და მე ციფრები და ყველა შესაძლო შედეგი ძალიან კონკრეტულად უნდა უთქვა, რა მოხდება თუ იქ წავა. რა მოხდება აქ თუ დარჩება? აი ზუსტად ყველაფერი ციფრობრივად უნდა. ამ რაღაც ფსევდო პიარი არ უნდა იყოს, უნდა უთქვა. ღირებულებების ხელშეკრულება უნდა დაუდო. თუ ქართველი ხალხი იტყვის, რომ მე მირჩევნია, რომ ურძენი არ გავყიდო, სასოფლო სამეურნეო პროდუქტები არ გავყიდო, ძვირად შემომივიდეს. ტურისტი არ ჩამოვიდეს. ძვირად შემომივიდეს ხორბალი და ფქვილი, ძვირად შემომივიდეს გაზი და ნავთობი, ხო და ბენზინი. იქნებ მართლა ეგრე არის. მოდი იქნებ კითხოთ ამ ხალხს, აბა. ამ რაციო და პრაგმატიზმი უნდა დავაბრუნოთ. არა, მე ჭვეპარება რა, რომ საუბარი ის რომ აი ევროპული ოჯახი რაც აქ თქვა. რა ღირს ეგ ევროპული ოჯახი? არ არსებობს ჯერ ერთი ევროპული ოჯახი. ჯერ ერთი არ არსებობს, მაგრამ აგერ გვაქვს ჩვენი მეზობელი სომხეთის მაგალითი. ხო, მე. კონკრეტულად უთხრეს. უთხრეს არა, რა ხდება? ეხლა რა ხდება? გააკეთეს, მაგრამ კონკრეტულად უთხრა. ხდება სომხური ხილი. ხილი კი არა, ვაფშე არაფერი, კონიაკი, არაფერი. ავილი აიგზალა, კონიაკი აიგზალა, წყალი აიგზალა. ყველაფერი ეს მაგის ადგილს ვინ ჩაანაცვლებს ნეტა? თან 2 და 3 დღეში ამის ეფექტს ვერ ნახავ. ნეტა ვინ ჩაანაცვლებს? ძალიან მალე ფონ დერ ლაიენი გამოისყიდის იმას რა ვქნა. არა 10 მილიონს მოგცემო თუ 50 მილიონ ევროს. ეგჯერადად. ხო, ნუ ეს რა თქმა უნდა აბსურდია. წვილების საჭიჭნის ფული არის. სამწუხაროდ ჩვენ სომხეთში უყურებთ იმ კინოს, რომელიც 2020 წლის წინ გაიარა საქართველოს. და მე ვისურვებდი რომ ამ დიდ ხათაბალაში ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ გაიხოს. სხვათა შორის ღრმად არ გაიხოს. სომხეთი მაღალჩინოსნები როცა ეკითხებოდნენ თქვენ თანახმა ხართ აი ესეთ ამბავზე. თვითონ იძახდნენ რომ არა ჩვენ არ ვიზავთ ისე რომ ის დალაზარი დავკარგოთ. თვითონ ხვდებიან იმას რომ გულში მჯერისცემა არ არის კარგი. ეხლა რო არის ლაპარაკი ამ უიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, ხო? აი ჰიპოთეტურად ევროკავშირში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოს მოუწევს სავიზო რეჟიმი შეცვალოს ისეთ ქვეყნებთან, რომელთანაც ევროკავშირს არ აქვს თავისუფალი მიმოსვლა, ხო? რა თქმა უნდა. საქართველოში ტურისტების რაოდენობით პირველი 8 ქვეყნიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებია ეს. მხოლოდ ერთთან ისრაელთან აქვს უიზო მიმოსვლა ევროკავშირში. ეს რას ნიშნავს, რომ 7 უმსხვილეს ქვეყანასთან, რომელთანაც ჩვენ გვაქვს დღეს უიზო რეჟიმი, ეს უნდა შევცვალოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ იქიდან ნაკლები ადამიანი უნდა ჩამოვიდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ნაკლები კვების ობიექტი იქნება. ნაკლები ტაქსისტი იქნება დასაქმებული, ნაკლები სტუმარ მასპინძლობის ობიექტი იქნება და ასე შემდეგ. არ უნდა ცისფერფონზე, ლურჯფონზე ვარსკვლავების დროშა რო გამოსახულია იმის დაკიდების ფასად იქნება უნდა რომ ეს იწვალოს. და ქორწინების ფასად. კი ბატონო, იქნება უნდა იწვალოს. არა. ხო და აი უყურე როგორ არის ქართველ ხალხს საქართველოს მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას ეს მეც მაგაში ვარ დარწმუნებული კი ბატონო ეს როგორც ღირებულებით ნაწილში კითხვის ნიშანი საერთოდ არ დაისმის და ეკონომიკურ ნაწილში აი მაგას ვამბობ ღირებულებით ნაწილში საერთოდ კითხვის ნიშანი არ დაისმის იგივეს ვიტყოდი სოციალურ-ეკონომიკურ ნაწილში იმიტომ რომ დღეს საქართველოს აქვს საშუალოზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს შანსი რომ განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეთ რაღაც ფურცელი გადავშალოთ საერთოდ და იყო არის თამაშები რო არა რაღაც გარანტირებულ იმას რო აღწევ უკვე რა რატო არ გვიშვებენ აი რატო გვიგზავნავს ჯო ვილსონი არა ვისი სახელი ვისაც წარმოადგენს სამწუხაროდ ხო ამერიკის დღეს ბატონი ზაზა იქნება შათერიშვილი სტუმარი და აბსოლუტურად ვეთანხმები იმ წერილს რაც დღეს მან გამოაქვეყნა, ხო? ჯო ვილსონი ლაპარაკობს ამერიკის სახელით ლაპარაკობს, კონგრესმენია, რესპუბლიკურ მართლ პარტიას წარმოადგენს და კიდევ გაიმარჯვა პრაიმერიში და ეს ოდიოზური ფიგურა წარმოიდგინე რა დღეშია იქაური პოლიტიკური სისტემა, რომ კიდე კანდიდატი იქნება ეხლა შუალედურ არჩევნებზე, ხო? ნახე ის კომენტარი, რატო გვიგზავნავს ამერიკის შეერთებული შტატები
და მათ შორის ევროკავშირი ჩინეთთან იმიტომ რომ პრობლემაა კაცო, იმიტომ რომ რატო? იმიტომ რომ ჩვენზე გადის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ეკონომიკური გზა ჩინეთიდან ევროპამდე ეს გასაგებია. და შესაბამისად არ უნდათ ეს გზა რო გავიდეთ. იმიტომ გვიგზავნა შალვა რომ ეს ჩვენს ეკონომიკას აძლიერებს. და აძლიერებს ეკონომიკას რო აძლიერებს, შენ სუვერენიტეტს აძლიერებს და არც ამერიკის და პლუს ჩინეთს აძლევს მეტ გზას, მეტ საშუალებას. ეს არ არის რატო კაცო? თავარი საფუძველი. არა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. საფუძველი რომ გავიგე. ეხლა საქართველოსთან პარტნიორობა პირდაპირ პროპორციულად კოეფიციენტი რო ავიღოთ რა, იმ ხელაზე არ აძლიერებს ჩინეთს რომ ეხლა კონკურენტ უნარიანს ხდის. უყურე როგორ არის? უფრო კონკურენტ უნარიანს ხდის ამერიკის შეერთებული შტატები. არ აძლიერებს, მაგრამ გარკვეული მცირედი პროცენტით აძლიერებს. ხო, მაგრამ თავარი მაგ ამბავში, თავარი ყველაზე დიდი მნიშვნელობა იმას აქვს რომ დამოკიდებელი მოთამაშე ხდება, კი ბატონო. იზრდები, ძლიერდები ეკონომიკურად, რაც იმას ნიშნავს პირდაპირ პროპორციულად რომ იძლიერებს ევროპას და იძლიერებს დამოუკიდებლობას. ეს არ უნდა. გავიგე, მაგრამ ევროპას ხელი არ უნდა ეშლებოდეს საქართველოს დერეფნად გახდომის. ეხლა შენ იძახი მისი თუ ლოგიკურად რო თუ ხო ეხლა სიგიჟეს გამოვაცლით და პრაგმატულ აზროვნებას დავტოვებთ რა თქმა უნდა. აი მაგალითად ეხლა ეს რკინიგზა რო გაიხსნა. რაზე ლაპარაკობ ევროპის რაციო სად არის? თვითონ გადაიჭრეს იაფი ენერგიის გასადენები რესურსი ააფეთქეს. ეხლა ეძებენ ფიქალის გაზს. თვითონ ტაშს უკრავდნენ, როცა აფეთქებდნენ ატომურ ელექტროსადგურებს, რაც იყო მათი იაფი ენერგიის რესურსი, ჩამოეცა წარმოება. თვითონ ტაშს უკრავდნენ, რომ აი ჩვენ მიგრანტებს ვიღებთ და დღეს მათ სოლებს აუპატიურებენ. თვითონ იჯდნენ და ტაშს უკრავდნენ, რომ აი რუსეთს ვამარცხებთ და დღეს რამ მდგომარეობაში არიან. ხედავთ, თვით განადგურების რეჟიმში არიან და ეხლა რომელ რაციოს და რომელ პრაგმატიზმს ეს პოლიტიკა და დღის წესრიგი რომელიც მოდის deep state-დან მათი პატრონებისგან ძალავს ნებისმიერ საღ ეკონომიკურ ინტერესს. ამიტომ ჩვენ მათზე დამოკიდებულება, მათზე დღის წესრიგის აწყობა, რომ აი ახლა განხილვა ბრიუსელში რაღაც ტექნიკური ხასიათის იქ ამერიკის შეერთებულ შტატებთან გადავტვირთავთ თუ არ გადავტვირთავთ, ამას ეს არ უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. არა, და არ იქნება. დიდი მადლობა. მადლობა. აგერ კაცი მოვიდა სწორედ მაგ თემებზე სალაპარაკოთ, ზაზა შატრიშვილი ჩვენი მუდმივი სტუმარი, დღეს გამოაქვეყნა მან წერილი, ძალიან საინტერესო ჩინეთის პრიორიტეტებზე, ჩვენში ჩინეთისადმი დამოკიდებულების პრიორიტეტებზე ილაპარაკა და ჩვენ ამაზე განვაგრძობთ საუბარს. ვექტორული პოლიტიკა გვჭირდება და ამის საშუალებას ვაზრობს ჩვენ ნეიტრალიტეტი. არის ერთი ნეიტრალიტეტი. არის ერთი მცდარი წარმოდგენა და რასაც კულტივირებენ და აძლიერებენ სპეციალურად რომ ნეიტრალიტეტი არისო ხოლო ძლიერი ეკონომიკების მქონე ქვეყნების ფუფუნებაო და აბსოლუტურად პირიქით არის ნეიტრალიტეტი არის ძლიერი ეკონომიკის გარანტია საწინდარი. კი ბატონო, დიდი მადლობა. მცირე პაუზის შემდეგ ზაზას ვნახავთ. ზაზა ჩვენი ძმაკაცი მოვიდა. ზაზა შენ ორი სიტყვით რო თქვა ვულგარულად შენი წერილის თაობაზე ხალხმა ალბათ ასე გაიგო. ჩვენ გვდემენ ბრალს ამერიკელები რომ და აქაური ოპოები და იქაური მათი პატრონები რომ ჩვენ ირანისა და რუსეთის ინტერესებს ვატარებთ, არც ერთი ფაქტი ამაზე არ მეტყველებს, ვის ინტერესებს ვატარებთ, ჩვენი ინტერესების სასარგებლოდ ეს არის ჩინეთი. და სტრატეგიული ურთიერთობა უფრო მაღალ დონეზე დგება ვიდრე ადრე იყო და სწორედ ეს არ უნდათ რიგ კოექტონა ზაპაძე, როგორც იტყოდნენ ხოლმე, ეს არ უნდათ. ნაშატვეთ ჩემბერლენი. აბა ესე არის ხო? მოკლედ რო ვთქვა, ვულგარულად. მოკლედ რო ვთქვა, არის ის რომ ერთი მხრივ მიმართულია ჩინეთის გაძლიერების წინააღმდეგ კავკასიაში. თქვა და ასე. მეორე მხრივ ის რომ საქართველოს თვითონ წვეთს ვისთან იმეგუბროს, ვისთან არ იმეგუბროს და რა ტიპის ურთიერთობები დაამყაროს, გამომდინარე სწორედ რაციონალიზმიდან და არა იმიდან, რაც ახლა მე გისმენთ და იქნება ქართლოს უნდა ეს დროშა 12 ვარსკვლავიანი დროშა, ეს ლურჯი დროშა 12 ვარსკვლავი. ხო, იქნება უნდა ეს და ამის გულისთვის ყველაფერს დათმობს. არის ხოლმე სიტუაციები, როდესაც ერები და ადამიანები მიდიან თავიანთი ინტერესების წინააღმდეგ და იწვება ხოლმე თვითგანადგურების რეჟიმი.
არის როგორც ეხა ერთ-ერთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში. როგორც მე მაინც იმედი მაქვს რომ ეს ბოლომდე იქ არ განხორციელდება რაც მე მაინც ეჭვი მაქვს რომ თამაშია ეს. ბევრად არა თამაშს არ ვიტყოდი მე მაინც მგონია რომ იქ არის ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყობა ხდება შიდა სომხური აი ნარატივის ჩამოყალიბება ხდება სხვა მიმართულებით კერძოდ ყველა ერთს აქვს თავისი რაღაც ესეთი საკრალური მომენტი ხო და ხანდახან ეს საკრალური და რაციონალური ერთმანეთს უპირისპირდება ხანდახან არის პირიქით როდესაც საკრალური აჭარბებს კი ბატონო ხო და უბრალოდ ერი მართლა პრობლემა ხო მაგრამ არის რაღაცა სიტუაცია როდესაც აი სწორედ ეს საკრალური სულად ისეთი ხდება ნუ ერის ერმა უნდა გამოხატოს თავისი უნდა გამოხატოს უარყოს ეს საკრალური მაგას ამბობ ანუ ყარაბაღი იმდენად პრობლემა არის რომ როცა უარყვეს ეგ არის მე არ მგონია რომ მათ თავი არ ყარაბაღი მე მგონია რომ მათ თავი მომენტი არის რაც მართლაც ესეთი ფაქტი ძალიან მძიმე ფაქტი და შეიძლება იყოს რაღაცნაირად შენი ისტორიის ერთი ფაქტის ტყვეობაში ხო მე რასაც გადავხედე პაშინიანი უპირისპირდება სომხურ ტრაგიზმს გენოციდის იდეას არა აი გენოციდის სრულად წარმოჩენის ხო რომ აი თავი მომენტი არის ეს ხო და აქედან ამით ცხოვრობდა სომეხიერი ამას მოღვაწეობდა გენოციდის აღიარება მათი პოლიტიკის ერთ-ერთი თავარი მიღწევა იყო ისტორიული მეხსიერება გენოციდის აღიარება ბატონო ეგრე იყო ანუ შენ ფიქრობ რომ მას გონია რომ ამის ტყვეობაშია ხო არა ამას პირდაპირ ამბობს მე რაც ვნახე მისი პროგრამა რაც ვნახე და რაზეც ლაპარაკობს არა პაშინიანი უპირისპირდება აი ამ ტრაუმის ნარატივს რაც ასე სხვა შორის ძალიან ახლოს არის პოსტმოდერნულ ამ იმ მომენტთან რომ ადამიანს განსაზღვრავს ადამიანს ერს ჯგუფების განსაზღვრავს ტრაუმა ხო მაგრამ უყურე როგორ არის აფხაზეთი ჩვენი მართლა ძალიან დიდი პრობლემაა საკრალური ადგილია შენ წარმოგიდგენია რომელიმე ჩვენი ხელისუფალი რომელიც კამპანიას ამაზეა აგერ ხო მაგრამ რა აფხაზეთის და ოსეთის თემის მოშორებაზე რა ჩვენ ისტორიულად განსხვავებით სომხეთისაგან რა რომელსაც მე-5 საუკუნის შემდეგ სახელმწიფო არ ქონია. ჩვენ რაღაც ტერიტორიები დაგვიკარგავს, მერე ისე შეგვიძლია კონტროლი კი ბატონო. და გვახსოვს ეს ყველაფერი. იყო რაღაცა მომენტები, როდესაც აფხაზეთი საერთოდ არ შემოდიოდა ჩვენს იმაში. მერე რაღაცა ტერიტორიები დავკარგეთ. მერე დავბრუნეთ, მერე ანუ არის მეხსიერება 1920 წელს ქართულ-სომხური ომიც იყო და თითქმის ეროვნამდე ჩავედით და ინგლისელებმა გაგვეჭერეს. ბევრი რამე ყოფილა. აქედან გამომდინარე ჩვენ ჩვენ როგორც ქართველებს ჩვენს კულტურას აქ ეს მეხსიერება და მეორე მომენტია ძალიან საინტერესო ჩვენ და სომხების თანაცხოვრებას აქ ერთი უნიკალური მომენტი ქართველები იყვნენ ჯარისკაცები და გლეხები სომხები იყვნენ ვაჭრები და ხელოსნები და ძალიან კარგად ავსებდნენ ერთი მეორეს და რომ გავიხსენოთ ეს ბოლო პერიოდი სულ ბოლო მეფე ჩვენი ну ერეკლე მეორე კი მე იყო გიორგი მაგრამ სომხები მას თვლიდნენ ამავე დროს თავიანთ მეფედ და სწორედ ის რომ თბილისიდან ერეკლემ გააგრძევა სპარსული გარნიზონი სომეხი ვაჭრების მე მეზარბაზნეები რომ არ გასაგებია ეხლა აი არ გვინდა ამას საუბარი ბევრი რამე ყოფილა ასეთის და ბევრი რამე ყოფილა ასე მე ის მამინდა თავი მომენტი რა არის რომ არის ხოლმე ის როცა ერს ადამიანს დაეუფლება რაღაცა ηλუზიის ტყვეობაში აღმოჩნდება ηλუზიის ტყვეობაში და აი შენ ახლა როგორც თქვი იქნებ აი ეს დროშა უფრო მეტია ვინემ ეს ირონიით თქვი რა გასაგებია მის კაცო ვაშლიც კი არ გავყიდი ჩემთვის სასარგებლო აი ამ დროშაში თუ იქნები გახვეული ხო მე ჩემი გვინოს დედაცვატირე არ მინდა ვენახი არც ვაშლები და არც გეების მიწლება და არაფერი აი დავაი ეგ იყოს დავა შეგენაცვალე ეს არის მნიშვნელოვანი ჩემთვის არის საკრალური აი აქ არის ძალიან საინტერესო მომენტი რომ როდესაც გვეუბნება რაციო ევროპა
რატო მინდოდა ეს ევროპა? აი საბჭოთა კავშირი, შენ გახსოვს ახლა ეროვნული მოძრაობა გავიხსენოთ, ხო? პირველი ეროვნული ხო, ესენი არის ზάχტი. 91 წლები. რა იყო ერთ-ერთი არგუმენტი საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ? ეროვნულობის დაკარგვა. არა მარტო, მეორე მომენტი იყო, რომ დასავლეთში ხალხი უკეთესად ცხოვრობს. კი. და სოციალიზმი წამგებიანია. იმიტომ რომ ჩვენ დღემდე ამაზე ვზივართ, ხო? ანუ რატო არ სოციალიზმი რატო არ ვარ კაპიტალიზმი? იმიტომ რომ ღარიბია ხალხი. სოციალიზმის დროს ინიციატივა შაგრავს და ასე შემდეგ. და არის დაბალი. აქედან გამომდინარე პირველი რა არის ინდივიდუალიზმი, რაციონალიზმი და სარგებლიანობა. ხო. თუ აქედან გამოვდივართ, მაშინ დღეს ახლა ევროკავშირი ჩვენთვის არ არის ის ბასარი, რომელიც არის სარგებლიანი. ზოგადად მაგ თეზების და მაქსიმების ქართველებისთვის რამდენად მისადაგებელი, ეგეც უკვე დავფიქრდეთ თუნდა რა. არა, უყურე ჩვენ არა, მე მეორე მომენტია, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ 35 წლის განმავლობაში ისტორიული რეალობები შეიცვალა. თალსახად. 91 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი ინგრეოდა და ჩვენებას ხედავდით, ევროპა იყო სხვა, გავიდა 35 წელი და რეალობა არის შეცვლილი. რადიკალურად. და ახლა მეცაც გეტყვი 5 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ და ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის წარმოიდგენდა ამ ტიპის წინასწარ, ამ ტიპის დაპირისპირება. მეორე მომენტი ძალიან საინტერესო. ჩვენ ხო აშკარად ვხედავთ შეერაღებული თვალით, აი მიუხედავად ტრამპის ქართულად ვთქვა, წაჯეკ უკუჯეკობისა, ხო? აი ერთ თუ ერთსაუს ერთი რაღაცა ხო აი არ ჭირდება ამას ესე ვიტყოდი სიღრმისეული ანალიზი. ხო ჩანს რომ ის აკეთებს თავის რაღაც სუბ კონტინენტს, ხო? თავის ხარეს კოლუმბიიდან დაწყებული გრენლანდიის დამთავრებული. ამის კონტროლი და სხვათა შორის რუსეთთან ძალიან კარგი ურთიერთობით გამოირჩევა დღეს მაგალითად რუბიომ მიულოცა რუსეთის დღეა მეგობრებო დღეს და რუსეთის დღე მიულოცა და უწყოთ მშვიდობაში უფრო მეც მივიღებთ. აქ შეიძლება ვთქვათ რომ ეს ანკორიჯის ცუდად ხო მაინც არა ჩაივლის ეს ანკორიჯის სულისკვეთება რომ შეიძლება აქ მოხდება არ არის ყველაფერი ისე როგორც ნუ ყოველ შემთხვევაში იქით მიდის. კარგი მოდი ამას თავი დავარნებოთ მაგრამ ერთი რაღაც ხო ცხადია რომ ის ცდილობს გააკონტროლოს თავისი ნახევარსფერო. მონროს დოქტრინა. და არა ხო მონროს დოქტრინა რომელიც ამავე დროს სარგებლიანობას ეფუძნება, ხო? მოგებას მას უნდა ბოლოს ერთი რაღაცა ხო არის ძალიან საინტერესო რომ ის რომ ტრამპის ეს განცხადებები ავტობუს პასზე ვიტროწევს და კვევთ რო აგდებს და მისთვის არის მოგებიანი. რეალურად ვენესუელას ნავთობი მეორე ქვეყანაა ნავთობის მოცულობით, ხო? აქედან გამომდინარე მაგისი აღარ არის უკვე? აქედან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი, სწორედ ის რომ საქართველოს ცდილობს დაეფუძნოს პრინციპს, რომელსაც ქვია სარგებლიანობა, ეს არის სწორედ ევროპული რაციონალიზმი. როგორც მე მამარდაშვილი ამბობდა, ევროპა შეიძლება იყოს ტოკიოში და ვაშინგტონში და არ იყოს მოსკოვსა და ლენინგრადში. ამას ამბობდა 1990 წელს. ევროპა არ არის გეოგრაფიული ცნება, ევროპა არის რაციონალიზმი. თუ ყველაფერი ეფუძნება მართლაც ევროპულ რაციონალიზმს, მაშინ ჩვენ ჩინეთი რატო არ არის რაციონალიზმი? ჩინეთს თავისი რაციონალიზმი, რომელიც გაჩნდა ბევრად უფრო ადრე ვიდრე ევროპაში. არა თუ ევროპა. მე რამდენჯერმე მithkoms კიდე ჩვენთან რა ცივილიზაციასთან გვაქვს საქმე ჩინეთის სახით, ხო? აი წარმოვიდგინოთ კონფუციუსი მე-5-მე-5 საუკუნეები ჩვენს წელთაღრიცხვამდე. მის მშობლიურ პროვინციაში დგას სახლი, რომელშიც ის დაიბადა და გვაქვს მისი პირადი ნივთები, კალამი. რითიც ხო, შეინახა. აი პლატონის პირადი კალამი რო ქონდეს. ცივილიზაციამ შეინახა. აი ესეთი ცივილიზაციაა. მე ესე ვიტყოდი, ჩინური ცივილიზაცია არის გამაოგნებელი იმით, რომ ეს არის ერთდროულად ტრადიციულიც და ადაპტირებადიც. ერთდროულად. ერთმა არაჩვეულებრივმა სინოლოგმა რამდენიმე ათწლეულის წინ, როცა სულად ახალგაზრდა ვიყავი, მიმიქითა ერთ ძალიან საინტერესო გარემოებაზე. ამ სინოლოგმა მითხრა ეგეთი რაღაცა, ყველა კულტურას აქვს თავისი რაღაც ესეთი საკრალური ცენტრი. და ძალიან ხშირად ეს არის წიგნი. და აი შეხედეო მან მითხრა ისლამური კულტურა, ქრისტიანული კულტურა, იუდაური კულტურა, ყველა ეფუძნება წიგნს, რომელიც გველაპარაკება მარადისობაზე. ჩინელების მთავარ წიგნს ქვია ცვლილებათა წიგნი. დაო. იძინი არის
ეს კომპუციური დაუკიდეს სხვა არა დაუხო გზა არის კი ბატონო მაგრამ აი თავარი წიგნი რითიც ჩინელი ხელმძღვანელობს აი ჰექსაგრამები აი დილას რო გაიღვიძებს და კამათელს ინი და იანი ხო ეს 6 ჰექსაგრამა ამიტომ ქვია იძინი ამას ქვია და აი ეს ჰექსაგრამები იკითხება ასე და ასე და ამით ხელმძღვანელობს და რამდენი საუკუნეა უკვე ნუ 25 საუკუნეა ხო ანუ იმ სამყაროში რომელშიც ჩვენ შევედით როდესაც უარი ვთქვით მარადილ ღირებულებებზე ხო აი როგორ უნდა მოერიო ჩინელს რომელიც 25 საუკუნე ცვლილებებით და გეგმები აქვს ასლოვანი ნაკლები არა კი ბატონო აი ჰოლანდის ცნობილი სიტყვებია ერთი 1000 კი მაგრამ ძალიან დიდი ბოდიშიო მომავალიო რომ ხო და 1000 წელი ხო მაინც უნდა მქონდესო გეგმაო ხო აი ჩინეთს აქვს როგორ შეიძლება და ამავე დროს რაც ძალიან მომხიბლელია ქართველისთვის ოჯახის და წინაპრების კულტი აქვს და დღემდე კონფუციუსის შთამომავლები იყრიბებიან მის საფლავზე აი შთამომავლები ანუ ეხლა წარმოვიდგინე ქართველისთვის რა არის აი ქართველებს რა მნიშვნელოვანი ოჯახი წინაპრები და ამავე დროს თანამედროვე ტექნოლოგია ეს არის ქვეყანა რომელსაც ქართველი გლეხი ამაყად ვერ ეთქვის შეხედა მუხამედგას ხო ნამდვილად და ამავე დროს მეორე მომენტი არის ძალიან საინტერესო რომ აი ქართული კულტურა ძველი კულტურა შოთა რუსთაველი კი ეს ძალიან ძლიერი რაც ჩვენ ევროპისგან და ამერიკისგან ვერ გავიგეთ 35 წელი არა რატო იტალიაში იყო იტალია მაინც სხვა რაღაცაა იტალია მაინც სხვა რაღაცაა ხო კიდე საერთოდ სხვა არის და იტალიაში მე ვნახე ეს კულტურა ხო რა თქმა უნდა მაგრამ ის ბრიუსელი და ვაშინგტონი ბრიუსელში არ გვაქვს ობამას ცნობილი ფრაზა რომელიც თავისი ყოჭილი იხმობის პერიოდში რო წარმოთქვა მე სულ არ მაინტერესებს თქვენი ძველი კულტურა თავარი არის ახალი ღირებულებები მათ შორის LGBT ღირებულებები სად არის ობამა და სად არის ობამა სად არის დღეს ობამა სად არის დღეს ობამა ხო ხედავ ხო ესე იგი მოკლედ ჩვენ არ უნდა ვინერვიულოთ ჩვენ უბრალოდ უნდა ფხიზლად უყუროთ აი ამ მიმდინარე მოვლენებს ხო რომელშიც ეს გლობალური ძალები რა თქმა უნდა ცდილობენ რომ ჩაგვეთრიონ ეხლა ბევრი ამბობს რომ აი საქართველოსგან რა ხეირი უნდა ქონდეს თუნდაც რომ ჩაგვეთრიონ ომში როგორ თუ რა ხეირი მეგობრებო როგორ თუ რა ხეირი ეს საერთოდ შეცვლის ომის სურათს საერთოდ ნუ ჯერ ერთი მოდი ეს თქვა და ეს დერეფნის იდეა ხო რომელიც ეს ერთი სარტყელი ერთი გზა მოკვდება ეს ჩინური იდეა ხო ეს არის ძალიან ამიტომ საქართველოს არის ზუსტად აი ამ ვექტორზე რომელიც გულისხმობს ერთ სარტყელს და ერთ აქედან გამომდინარე თავისი მდებარეობით საქართველოს მართლაც აქვს ის მომენტი რომელიც ჩინეთისთვის მართლა საინტერესოა აქედან გამომდინარე ჩვენ ოღონდ რა ჯერ ერთი ეგრევე ბაქუჯეიშანის ის რა ვიყოთ ხო რა აქვს საქართველოს არ აქვს ნავთობი არც ისეთი მდიდარი სასარგებლო წიაღისეული მაგრამ თავისი მდებარეობით და თავისი ლოჯისტიკით ხო მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია თავი რა არის ოღონდ რომ ჩვენ აი ზუსტად უნდა გამოვიყენოთ ზუსტად უნდა ვიცოდეთ სად არის ჩვენი სარგებლიანობა რაში როგორ შეგვიძლია კარგად ესე ცოტა ესე ვიტყვი მაგრამ კარგად გავყიდოთ ჩვენი პლუსები რაც არის და ერთ-ერთი ეს პლუსი არის ლოჯისტიკა თალსახად ხო შენ წერილში ახსენე ის საფრთხეები რომელიც ჩვენ გვემუქრება კიდევ ერთხელ თუ შეიძლება რომ რა აი ამ დალაგებულს დასალაგებელს მოდი ჯერ არაფერი კონკრეტულად დალაგებული არ არის რა საფრთხეებია ყველაზე ნუ პირველი რაც შეიძლება ვთქვათ ეს სანქციები ხო რომელიც შეიძლება დაგვაძლოთ მაგრამ ამ სანქციებს მაინც მე ესე ვიტყოდი რომ ძირითადად მაინც სიმბოლური მნიშვნელობა აქვს იმიტომ რომ რეალურად ჩვენთვის შეერთებულ სტატუსს არაფერი არ მოუწია თქვა და ვერ წაიღებენ მე არც არაფერი არ ჩაუდიათ არაფერი არ გაუღიათ ეს გაუღიათ და აქედან გამომდინარე საერთოდ არ გვაქვს ეს არაფერი ბომა არ აქვს ამ პროცესში კი ბატონო კიდევ რა აი აქაური ადგილობრივი მეხუთე კოლონის ცდილობები რომ აურიოს ეს არის ამისთვის ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ და ვართ კიდეც მე მგონი განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აი მაგალითად ისეთი გენიალური პოლიტიკოსი როგორც არის ყოფილი მიმდინარე პრეზიდენტი მე ვიტყვი ქალბატონი მადამ კოკო ხო აი რა დაწერა იცი დღეს დასაწყისში არ უსმენდი რომ ვიღაცა ჩამოდის გენივესტი ოღონდ გენივესტი დაწერა ძალიან უცნაურად ისე რომ არ იწერება და
Facebook-ის გათიშაო და Facebook-ის საქართველოს Facebook-ის გაშუქე ლაივი ვერ მოვა წარეთო ჩვენი ფანების ლაივი უნდა იყოსო და ქალაქი გაითიშა კენიოსტის ჩამოსვლის გამო და Facebook-იც გაიშაო და Facebook-ის გლობალური გათიშვა. გლობალური გათიშვა მოხდა. და აი ესეთი ჭკვიანი ადამიანების მიერ დარაზმული ოპოზიცია ხონმა არა შეხვდები რასთან აგვაქვს საქმე ერთადერთი ისე ვამბობ ჩვენ ის გავიხსენებ კისინჯერის ცნობილ ფრაზას რომ ამერიკის მტრობავა ამერიკის შემთხვევაში საკმაოდ მეგობრობა კიდევ უარესია მე მგონია რომ ჩვენ დღეს გვაქვს უკვე ჩვენ თავი გამოვცადეთ და გვაქვს იმის ძალა იმის სულერი ძალა ნებელობა რომ არ შეგვიშინდეს. თავი მომენტი არის რომ არ უნდა გავწყდეთ და მე ყველაზე ძლიერი ამ სანქციებში რაც არის ეს არის სიმბოლური მნიშვნელობა ამისი. არ უნდა შეგვიშინდეს ამ სიმბოლური მნიშვნელობა. და არა კონკრეტული. მეგობრებო, დასასრულ მინდა თქვა რომ ჩვენი გადაცემა სამდაკო გავიდა შვებულებაში, იმიტომ რომ ფეხბურთია და ადამიანებს ვაძლევთ საშუალებას ჩვენს და ადამიანებს რომ უყუროთ ჩვენ ვართ ქართველები. მართლმადიდებლები და ესეთ ხალხი ვართ რა რომ და ზეიმი ქონიათ რომელიღაც ბაბლებში გადაცემა და ეხლა რა სულელია მეგობრებო ძალიან მალე თქვენი გულის გასახეთქად ძვირფასო ნაცბაბლელებო და თქვენი გულის გასახარად რა თქმა უნდა ეს ძალიან მაგარი ფორმატია და იქნება ეს აი ნუ რა მარტივი რაღაცები მოსწონთ ხდები რა იდიოტობა არის როგორ შეიძლება ამის იმედი აქვს გაიგე კარგით გავანებოთ ამას თავი დიდი მადლობა მეგობრებო ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს მომავალ პარასკევს როგორც ხდება ხოლმე ის